Bookly არის desktop აპლიკაცია, რომელიც შექმნილია Java-ს პროგრამულ ენაზე. ის მომხმარებელს თავაზობს მარტივ გზას წიგნებთან დაკავშირებული აქტივობების სამართავად. აპლიკაცია არის მულტიფუნქციური და მასში არა მხოლოდ წიგნების დამატება და წაშლაა შესაძლებელი, არამედ შეგვიძლია შექმნა სხვადასხვა აკაუნტები, ანუ იუზერები. ერთი აკაუნტი სახელად admin უკვე შექმნილი გვაქვს და ეს აკაუნტი იმიტომ გვიჩანს შესვლისთანავე, რომ ამ device, ანუ ჩემს კომპიუტერს დავამახსოვრებინა ეს იუზერი. მოდი დავრეგისტრირდეთ ამ აკაუნტზე და ვნახოთ თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი ჩვენი აპლიკაციით. Username არის admin, ხოლო პაროლი არის 1-დან 8-მდე. ეს შეგიძლიათ თქვენს გამოიყენოთ, რათა უფრო კარგად დატესტოთ ჩემი პროგრამა. პროგრამაში შესვლისთანავე ჩანს, რომ გვაქვს 4 კოლექცია. ამ კოლექციებში ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ წიგნები, ამოვშალოთ და ვმართოთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა. პირველი კოლექცია არის ყველა წიგნი, რომელიც დამატებული გვაქვს ჩვენ იუზერზე. მეორე კოლექცია არის ისეთი წიგნები, რომელიც უკვე დასრულებული გვაქვს, წაკითხული გვაქვს. მესამე კოლექცია არის ისეთი წიგნები, რომელსაც ამჟამად ვკითხულობთ, ხოლო მეოთხე კოლექცია არის ისეთი წიგნები, რომელსაც მომავალში წავიკითხავთ. თუ დავაწვევით პროფაილს, ჩვენ გადავალთ ჩვენს იუზერზე და ვნახავთ ჩვენს მონაცემებს. მაგალითად, აქ შეგვიძლია დავინახოთ, რომ ჩვენი username არის admin, სახელი არის თაზობენდიანიშვილი, ხოლო ჩვენი ასაკი არის 16. ასევე ამ page-ში ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი მონაცემები. მაგალითად, username შეგვიძლია შევცვალოთ და პატარა ასოების მაგალითად იყოს დიდი ასოებით, თუმცა დავტოვებ პატარა ასოებით admins. ასევე შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი სახელი და გვარი, მაგალითად, თაზოს მაგალითად რო ეწაროს გიორგი. ჩვენ რა თქმა უნდა შეგვიძლია ასევე ჩვენი ასაკი შეცვლა და რაც მთავარია შეგვიძლია პაროლის შეცვლა. თუმცა პაროლის შესაძლებლად ჩვენ დავჭირდება ძველი პაროლი, რათა სისტემამ მოგცეს უფლება, რომ დავაყენოთ ჩვენი ახალი პაროლი. მაგალითად, ახლა 1-დან 8-მდე იყო პაროლი, სისტემამ წაიკითხა პაროლი და მიხვდა, რომ ეს სწორი პაროლი იყო და ამიტომაც ჩვენ მოგცა უფლება, რომ შეგვიცვალო პაროლი. ასევე შეგვიძლია ჩვენი პროფილის ფოტოს შეცვლა და აქ ასევე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ღილაკი, რომელსაც ეწერია remember me. ეს როდესაც მონიშნულია, ჩვენი სისტემა იმახსოვრებს ჩვენს users, უბრალოდ ჩვენი device იმახსოვრებს და როდესაც logout დავაწვევით, აქ უკვე აღარ დაგჭირდება ჩვენი username-ის შეყვანა და მხოლოდ ჩვენი პაროლითაც დავრეგისტრირდებით აკაუნტზე. ხოლო როდესაც remember me არის გათიშული, ჩვენ მოგვიწევს ხელით შეყვანა ორივე მონაცემის და ისე დარეგისტრირება. ახლა კი ვნახოთ თუ სად ინახება წიგნის ინფორმაცია. მაგალითად, ჩავიდეთ რომელიმე კოლექციაში, მაგალითად ეს იყოს ყველა წიგნის კოლექცია. როდესაც ამას დავაწვევით, გაიხსნება და გამოჩნდება ყველა წიგნი, რომელიც ამ კოლექციაშია, ავარჩიოთ რომელიმე წიგნი. და აქ ვნახავთ წიგნის ინფორმაციას. წიგნის სახელს, წიგნის ავტორს, სტატუსს მაგალითად, რომელიც თქვენ წერეთ და აწერია, რომ მომავალში უნდა წავიკითხოთ. ასევე რამდენი გვერდი გვაქვს წაკითხული და რამდენი წასაკითხი. ასევე მოკლე აღწერა. და ასევე შეგვიძლია განვაახლოთ ჩვენი წიგნი. მაგალითად, თუ პატარა ასოებით ეწერა სათაური, შეგვიძლია შევცვალოთ და ჟანრით შევცვალოთ და ახლა დაინახოთ, რომ ეს ყველაფერი შეიცვალა და დააპდეიტდა. თუ delete books დავაწვევით, მაშინ რა თქმა უნდა წაიშლება წიგნი. ხოლო რაც შეეხება წიგნის დამატებას, ჩვენ გვაქვს ორი ვარიანტი თუ როგორ შეგვიძლია დავამატოთ წიგნი. პირველი ვარიანტი არის, რომ ხელით შევიყვანოთ ყველა მონაცემი, რომელიც წიგნს ეხება, მაგალითად წიგნის სახელი და ავტორი. ხოლო მეორე ვარიანტი არის, რომ ICBN-ი ჩავწეროთ ICBN field, სადაც ეწერა და თავისით შევსვათ პირველ 3 მონაცემს, ანუ ავტორს, წიგნის სახელს და წიგნის ყდის ფოტოს. დანარჩენი მონაცემები ჩვენ რა თქმა უნდა ხელით უნდა შევავსოთ, რადგან ეს ყველა წიგნზე უნიკალურია. ჟანრში ჩავწეროთ დეტექტივი, აქ ავირჩიოთ სტატუსი, თუ რომელ კოლექციაში შეინახავს, description-ში დავუწეროთ მოკლე აღწერა და დანარჩენი უბრალოდ არ არის სავალდებულო, თუმცა მაინც კარგი იქნება რომ შეიყვანოთ. და ესე დაემატა reading კოლექციაში ჩვენი წიგნი. ასევე ყველა წიგნს ყავს თავისი პერსონაჟები. მაგალითად, ამ წიგნს უკვე დავამატე მე ორი პერსონაჟი და რომ დავაჭიროთ რომელიმე ღილაკს, ჩვენ ვნახავთ მათ მოკლე ინფორმაციას. ეს ინფორმაცია შეიცავს მათ სახელს, თუ რას ეძახიან მას მეგობრები, ასევე მთავარი პერსონაჟი არის თუ არა ეს ჩვენი პერსონაჟი, ასევე კაცია თუ ქალია და რამდენი წლის არის. ასევე ჩვენ ვხედავთ 5 ღილაკს და ეს 5 ღილაკი გაჩვენებს სხვადასხვა ინფორმაციას. პირველი ღილაკი არის description, ანუ მოკლე აღწერა ამ პერსონაჟის. მეორე არის importance, ანუ რა მნიშვნელობა და დანიშნულება აქვს მას წიგნში. მესამე არის მისი ფიზიკური აღწერილობა. მეოთხე არის თუ როგორ არის იგი დაკავშირებული მთავარ გმირთან. ხოლო მეხუთე არის მისი სიკვდილის ისტორია. თუ დავაწვევით წაშლის ღილაკს, ჩვენ შეგვიძლია პერსონაჟის წაშლა ამ წიგნის პერსონაჟებისგან. ასევე ამ page-ს აქვს სხვადასხვა მნიშვნელობა და შესაძლებლობები.
ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ წიგნის სტატუსი და არ მოგვიწევს წიგნის წაშლა, ახლიდან დამატება და მისი სტატუსის ასე შეცვლა. ამისათვის ჩვენ უნდა დავაჭიროთ ღილაკს, რომელსაც აწერია start reading და შემდეგ OK და ეს ამოაგდებს ამ ფანჯარას, სადაც ჩვენ შევავსებთ მონაცემებს და ასე შეიცვლება წიგნის სტატუსი. მაქამდე თუ იყო ისეთი წიგნების სიაში, რომლებიც მომავალში უნდა წავიკითხოთ, ახლა არის ისეთი წიგნების სიაში, რომელსაც ამჟამად ვკითხულობთ. სწორედ ასე შეგვიძლია წიგნი გადავიტანოთ ისეთი წიგნების სიაში, რომლებიც უკვე წაკითხული გვაქვს. თუ გადავალთ touch page-ში, ჩვენ დავინახავთ პირველ სექციას. ამ სექციაში ჩვენი პროგრამა სთავაზობს მოხმარებელს სხვადასხვა წიგნებს. კერძოდ ეს წიგნებია დაფუძნებული იმ ჟანრზე, რომელიც მომხმარებლის საუკეთესო და ყველაზე მისაღებია. ხოლო ეს ჟანრი პროგრამამ გაიგო მისი დამატებული წიგნებიდან გამომდინარე. მეორე სექციაში ჩვენ შეგვიძლია დავსაჯოთ წიგნები და ვიპოვოთ წიგნები სხვადასხვა ჟანრის მიხედვით, ხოლო მესამე სექციაში ჩვენ ვხედავთ, რომ გვაქვს ლიდერბორდი. ეს ლიდერბორდი დაფუძნებულია წიგნების რაოდენობაზე, რამდენი წიგნიც გვაქვს დამატებული ჩვენს პროგრამაში. თუმცა აქ მხოლოდ ერთი იუზერი წერია, რადგან ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი იუზერი დამატებული ჩვენს პროგრამაში. ხოლო რაც შეეხება სექციას სახელად goals, ჩვენ აქ გვაქვს ესე ვთქვათ პატარ-პატარა ჩელენჯები, რომლებიც უნდა შევასრულოთ. მაგალითად, როგორც არის 10 წიგნის წაკითხვა, 50 წიგნის წაკითხვა და როდესაც ეს ჩელენჯები შესრულდება, ეს თეთრი მართკუთხედებიც გამწვანდება. რა თქმა უნდა, ასევე შეგვიძლია კოლექციების დამატებაც. მაგალითად, თუ დავამატებთ ჰარი პოტერის კოლექციას და დავუწერთ მოკლე აღწერას, დაემატება ახალი კოლექცია, სადაც ჩვენ ასევე შეგვიძლია დავამატოთ სხვა წიგნები და სხვა პერსონაჟები. ახლა კი ნახოთ, როგორ შეიძლება sign-up-ი, ანუ ახალი აკაუნტის შექმნა. დავუწყებთ log-out, შემდეგ sign-ups, აქ შევავსებთ ჩვენს ინფორმაციას, შემდეგ next, აქაც შევავსებთ ინფორმაციას და აქ ავუჩერთ კითხვას, რომელიც შემდეგში გამოგვადგება და მივხვდებით თუ რაშიც გამოგვადგება. შემდეგ ამ კითხვაზე გავუწევთ პატარა პასუხს, შემდეგ next და აქ ავუჩერთ ჩვენს პროფილის ფოტოს. ჩვენი რეგისტრაცია სულ ეს არის, აქ no-ს იმიტომ დავაჭერეთ, რომ არ გვინდა რომ ჩვენი აკაუნტი დაიმახსოვროს. ახლა კი ვნახოთ, როგორ შეიძლება პროფილის აღდგენა. ვაწვევით log-out-ს, რათა გადავიდეთ იმ page-ზე, საიდანაც შეგვეძლება აღდგენა. შემდეგ დავაწვევით ისევ logins, შემდეგ reset your passwords. აქ ჩავწერთ ჩვენს usernames და აქ იქნება უკვე ის კითხვა, რომელიც წერა ნაუჩიეთ. პასუხს დავუწერთ, არ აქვს მნიშვნელობა, დიდი ასოებით იქნება, პატარა ასოებით და სისტემა მოგცემს საშუალებას, რომ შევცვალოთ ჩვენი პაროლი და ისევ შევედით ამ აკაუნტზე. ნახვამდის და მადლობა მოსმენისთვის.